ყველა მდიდარი ძალიან ხარბი ადამიანია, სიმდიდრე სიხარბეა. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ხალხს სიღარიბეში ტოვებს. სიმართლე რომ ვთქვათ, არსებობენ ხარბი მდიდარი ადამიანები. ალბათ არაერთი გინახავს. ისევე როგორც არსებობენ ხარბი ღარიბი ადამიანებიც და ალბათ არაერთი გინახავს და მეთანხმები რომ სიხარბე არის არა რაღაცა დიდრის ექსკლუზიური მდგომარეობა, არამედ ეს არის ადამიანის ხასიათში და ფულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ადამიანი, რომელსაც იმდენი ფული უნდა, რომ მხოლოდ თვითონ იყოს კომფორტში, ეგ არის ყველაზე დიდი ეგოიზმი და ეგ არის ყველაზე დიდი სიხარბე. მე მინდა იმდენი ფული მქონდეს, რომ სხვა ადამიანების კომფორტსაც შეუწყო ხელი. მე მინდა იმდენი ფული მქონდეს, რომ ქუჩაში ვიღაცას მივცე. საკმარისი მქონდეს იმისთვის, რომ ობლებს დავეხმარო. საკმარისი მქონდეს იმისთვის, რომ მარტოხელა ადამიანებს დავეხმარო. საკმარისი მქონდეს იმისთვის, რომ რაღაცა რომ მოხდება და ვიღაცა ოჯახის წევრიდან მოვა და მეტყვის, რომ მიცი რა გიო, ესეთ პრობლემა მაქვს. გამაგრდი ძმაო, აბარა ღმერთმა გიშველოს, მარტო ამით არ გავისტუმრო. მინდა რომ გამაგრდი ძმაოს, ცოტა კედლებიც ამოვუშენო და ფულითაც შევძლო დახმარება. საკმარისი მინდა იმისთვის, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაში მივიღო მონაწილეობა. ადამიანები ფულის გარდა არაფერთან მიმართებაში არ ითხოვენ ესეთ სტანდარტს. აი ადამიანს ეკითხები, როგორი შვილები გინდა გყავდეს? აი ისეთი საკმარისად ჭკვიანები, რომ სულელებად არ ჩაითვალონ უბრალოდ. კომფორტულად რო იყო. აი როგორი ჯანმრთელობა გინდა? აი უბრალოდ რომ ავადმყოფობა არ შემაწუხოს, რომ კომფორტულად რო. ამხანს გინდა იცოცხლო. აი საკმარისად იმისთვის, რომ ერქვას, რომ მეც ვიცხოვრე. არა, ადამიანებს ყველა სფეროში გვინდა, რომ ძალიან ჭკვიანი შვილები გყავდეს, გვინდა, რომ ძალიან კარგი ჯანმრთელობა გქონდეს, გვინდა, რომ დიდხანს ვიცხოვროთ, გვინდა, რომ დიდარი ცოდნა გქონდეს, მაგრამ აი ფული საკმარისი იმისთვის, რომ და მე როდესაც ვიღაცა ფულს შოულობს, ან იტყვის, რომ მე მინდა ძმაო, ბევრი ფული მინდა ვიშოვო, იმიტომ რომ მესმის, რომ ფული პირდაპირ პროპორციულია, ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა რაღაცეების რო სწორად ვაკეთებ. რაღაცეების რო მე ვქმნი და ვაწვდი იმაზე მეტ ღირებულებას, ვიდრე ეს ღირებულება მხოლოდ ჩემთვის არის. იმიტომ რომ მე თუ მხოლოდ ერთ პურს ვაცხობ, რომელიც მე მყოფნის, ამით ვერ გავუმდიდრდები. მაგრამ თუ აბა მილიონობით ადამიანისთვის ვაცხობ, მაშინ უნდა გავუმდიდრდე კიდეც. მიხვდი და როცა ვიღაცა იტყვის, რომ მე მინდა ძმაო, ბევრი ფული მქონდეს. თითქოს მე იძულებულია, რომ თავი იმართლოს, არა, იმიტომ მინდა, რომ ესე იყოს და რა ვიცი რა საქმეა, ვის რატო რა უნდა. მიხვდი ხო, გასაგებია ლეგალურად, მორალურად, ეთიკურად, ისევე გასაგებია, როგორც ალბათ პირადად შენ ჯანმრთელობა გინდა მორალურად, ლეგალურად, ეთიკურად და არ ვიცი კიდე რანაირად. ადამიანის ფუნდამენტალური სურვილია, რომ ის თავგადასავალი, ის რაღაცა, რასაც დედამიწაზე ცხოვრება